ისე როგორც ყოველთვის და დღეს ისე როგორც არასდროს. პირველი სცენიდან იწყება ყველაფერი. შექსპირის ვარიანტში ხო არის რომ კაცი არ ჯულებს ქალს და გამომდინარე იქიდან იტალიურში კაცი ჯულდებოდა ჩვენ კიდევ უფრო გავამძაფრეთ და ორივე მოსარჯულებელი გავხადეთ ქალიც და კაციც. სპექტაკლის სამზადისას ყოველთვის ეთყობა იტალიური ოჯახებში ძალიან დიდი ხმაურობრივი საკითხი. აი ეს ხდება სულ. ძალიან გამორჩეული არის პერსონაჟები, ყველა როლი არის მართლა ძალიან საინტერესო, ძალიან გამორჩეული. როცა გავიგე რა როლზე იყო საუბარი, ეს არის ელიას როლი, ეგრეთ წოდებული ჭირვაულის. მივხვდი რომ რაღაცნაირად ჩემი წონით ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა რა. რაღაცა ძალიან კარგია რა, როცა ერთ სპექტაკლში ორ პერსონაჟს განასახიერებ, უკვე საინტერესოა, იმიტომ რომ ცდილობ რომ ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ. და თუ იყო მართლა მოსარჯულებელი, თუნდაც ქორეოგრაფიის კურთხით აქ ვინმე. გადავწყვეტეთ რომ შექსპირი შემოგვეყვანა, მე რომ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე შექსპირი რას იტყოდა იმ საუკუნედან ამ საუკუნეში და ძალიან ფრთები გავშალეთ და მგონია რომ საერთოდ თვისობრივად ახალი წარმოდგენა შევთავაზეთ, სადაც ბევრი იუმორია. წინაზე არ შევწყვიტა. არც ერთ. აჰა. მოგესალმებით, დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო თემაზე მინდა გესაუბროთ. წისქვილის თეატრის სცენაზე ახლა ხან შედგა ჭირვაულის მორჯულება, მიუზიკლი, რომელიც დაარწმუნებულად ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარებს თავს. როგორ მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი, რეპეტიცია, ამ ყველაფრის შესახებ მინდა რომ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვეთ. დადგა დრო ჩვენი გაცნობის დავიწყებთ დიდი გართობით აქ სულ ყოველთვის გელია და ყველა ბედნიერია Mambo italiano, hey mambo, mambo italiano, ho ho ho, esaris roviano, acque atlas Napolia, ჩვენი ლაღაც ხორობდათ, დროგება, დღეს აქამდე ვიმოხდება, და ყველა ერთად დავლებვინოს, უნდა მოვიხინოთ, ვიმღეროთ და ვიცეკვოთ, რომ დღეს არავინ მოიწვინოს. ჩვენი გადაცემის სტუმარია ზაალჩიკობავა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისათვის. ტრადიციულ ადგილზე ჩვენ ვიმყოფებით ისევ სცენაზე, როდესაც წერთ ხოლმე ინტერვიუებს და გვიყვებით იმ ძალიან საინტერესო ამბებს, რომელიც უკავშირდება თეატრს და სცენას, ახალ სპექტაკლს და პრემიერას და ამიტომაც მინდა რომ თქვენ უფრო მეტი მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. ეს რაღაცნაირად სერია, რომელიც გრძელდება მიუზიკლების ამ სცენაზე, არის ახალი აღმოჩენებით სავსე. აი ესე მოხდა. და რაღაცა ბევრი რამ ვითარდება ამ სცენაზე, ამიტომ მინდა რომ თქვენ და თუნდაც ის რომ დაუშვათ ამ შემთხვევაში და მოგესალმები და მადლობა რომ ასე ვთქვათ, თქვენი გადაცემა არის ჩვენი სცენის სტუმარი დღეს და მიხარია ყოველჯერზე შეხვედრა. გამომდინარე იქიდან რომ ინტერესია ჩვენი ნამუშევრების მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ყოველთვის. ხო, ну ამ შემთხვევაში უკვე დაუშვათ აი 4 წლიანი გამოცდილებიდან მივედით იქამდე რომ ჩვენი ორიგინალური ვერსია გავაკეთეთ ახალი ზოგადად მიუზიკლის, რასაც ჭირვაულის მორჯულება ან ფელიჩიტა დავარქვით ჩვენ სახელად. აქ რაღაც ბევრი კომპონენტი შეერთდა და სხვადასხვა დაუშვათ რაღაც ძირითადად ფაბულა მაინც იტალიური ფილმიდან გვაქვს აღებული, ძირითადი ფაბულა და გამომდინარე იქიდან რომ დაუშვათ შექსპირის ვარიანტში ხო არის რომ კაცი არ ჯულებს ქალს და გამომდინარე იქიდან იტალიურში კაცი ჯულდებოდა ჩვენ კიდევ უფრო გავამძაფრეთ და ორივე მოსარჯულებელი გავხადეთ ქალიც და კაციც და ნუ იქ შექსპირიც შემოვიდა ამის გამო და რაღაცა თავის უკვე სიტყვა თქვა რომ რა არის ეს და რატო აწვალებთ ამ ჩემ პიესას და თუმცა მგონია რომ ამ წვალებაში რაღაც საინტერესო მთავარია მუსიკა რომელიდანაც იყო იმპულსი აღებული რომ იტალიური მუსიკა დღეს და ზოგადად ყოველთვის ჩვენთვის ძალიან ახლო და საინტერესოა და იტალიური მუსიკა
ან მაგარი არის და ამ შემთხვევაში ჩვენ მუსიკის ჟღერს როგორც კლასიკური, ესევე თანამედროვე და ესევე 70-იანი 80-იანი წლების მართლაც არაჩვეულებრივი ჰიტები. რაღაცნაირად მოხდა ისე და მე კიდევ ამას პლუს დამატებული არტისტები, რომლებმაც საერთოდ სხვა სახეები შექმნეს, აბსოლუტურად განსხვავებული, დაუშვათ იქ ლაპარაკობთ ელია, გიგი დედალამაზიშვილი, რომელმაც აბსოლუტურად თავის ელია შექმნა და ძალიან საინტერესო. ეს თავისუფლება, რომ ეს თავისი შეეტანა თუ უბრალოდ არა, თავიდანვე ჩემთვის მაგალითად ესე განსაზღვრული იყო და შემოქმედებითი ჯგუფისთვის, ვინც მუშაობდით თავიდანვე სცენარზეც, მუსიკის არჩევაზე, მუსიკის ტექსტებზეც და ასე შემდეგ. ყველას თან ერთად გამიზნული იყო, რომ ჩვენ არ გაგვეკეთებინა ანალოგი, ისევე როგორც დაუშვათ ჩვენ ვეცადეთ და ასევე გავეკეთეთ ანალოგებს, როგორც მამამიაში, ასევე ჩიკაგოში და ასევე ვერისუბანში და აქ განსაკუთრებით მოვინდომეთ, რადგან ჩვენ ქმნიდით და გქონდა ამის ეს მანქანა ხელთ, რომ შეგვეძლო რომ რაღაცა მიმართულებები შეგვეცვალა, ისევე როგორც ლიზა აბსოლუტურად სხვა პერსონაჟი, ისევე როგორც დაუშვათ იქ ბევრი სხვა პერსონაჟი, რომელიც ფილმში თითქოს და შეუმჩნეველია, აქ ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის და აი თქვენ როგორც რეჟისორს ამ შემთხვევაში ეს იდეა როდესაც გაგიჩნდათ, რომ ორივე ყოფილიყო მოსარჯულებელი, თუნდაც რაღაცა ეს ბალანსი ყოფილიყო და არა მაგალითად კონკრეტული ერთის სქესე იყოს მოსარჯულებელი. აი ეს რა ხასიათს ძენს საერთო ჯამში ამ სცენარს როგორც ცვლის? ან ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, რომ თქვენ ანალოგიც არ გიდოდათ რა ყოფილიყო, რაც ყველამ კარგად იცის ჩვენმა მაყურებელმაც, როგორი არის ჭიროლის მორჯულების სხვა ვერსიები, მაგრამ აი ეს მთავარს რას ცვლის და როგორ ვითარდება სიუჟეტი? რამდენად განსხვავებულია ამ თავარს მოდი ესე ვთქვათ რა, ფილმის შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ხედავთ ისე დიდ არტისტს, როგორც არის ანდრეანო ჩელენტანო და მის გვერდით კიდევ ვორნელ მუცი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ვარსკვლავია იტალიური კინოსი, ჩვენ ხედავთ მათ ხასიათებს, მათ ურთიერთობას, მათგან გამომდინარე აწყობილ სცენარს. აქ ჩვენ იგივე რა გაგვეკეთებინა, მგონია რომ არ იქნებოდა საინტერესო, რომ დღეს ჩვენ დაუშვათ რაღაცა ტრიბიუტი არ მინდოდა რომ ეს ყოფილიყო, ეს მინდოდა რაღაცა თვითყოფადი ნაწარმოები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ დღევანდელ მოცემულობაში დაუშვათ, ხო, შეიძლება 70-იანებში რაღაცნაირად ჯიუტი კაცის ხასიათი საინტერესო ყოფილიყო, მაგრამ მე დღეს ვფიქრობ, რომ დღეს ჯიუტი ქალი და ჯიუტი კაცი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, ამიტომ დღევანდელობაში მგონია, რომ ესეთი დაპირისპირება უფრო საინტერესო გამოდგებოდა. იცით რას ვფიქრობდი, ჩვენ არაერთხელ შევხვედრილვართ მუზიკლების, ესე რომ ვთქვათ, ხილვის პროცესში, როდესაც საუბრობთ ხოლმე, შეიძლება ითქვას, რომ თეატრის სცენაზე დაიბადნენ ახალი ვარსკვლავები, თუნდაც ვარსკვლავები, რომლებმაც საკუთარ თავში აღმოაჩინეს ახალი უნარები, მათ შორის მუსიკოსები და მომღერლები, რომლებსაც არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდათ, რომ თეატრი ჟანრის ვარსკვლავები, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ხო, ეს ის ჟანრია, რომელშიც ბევრი მათგანი არასოდეს დაუშვათ არ ყოფილა. ბევრი მათგანი საერთოდ არც ერთ ჟანრშიც არ ყოფილა, მოდი ესე ვთქვათ, ანუ არც დრამატულში, არც მუსიკალურში, არც საოპეროში და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ რაღაცები არიან სხვადასხვა ასე ვთქვათ თეატრებიდან გამოცდილებით მოვიდნენ ჩვენთან, ხო და ნუ მართლაც არაჩვეულებრივი არტისტების გუნდი არის ჩვენთან შემოკრებილი. კი, თუმცა ხო, გამომდინარე იქიდან რომ რაღაცნაირად უნდა მოვძებნოთ ადამიანებს, ვისაც შეუძლია მართლა ეს კომბინაციაში ეს რაღაცა სინთეზურ გადაწყვეტაში, სადაც მღერაც, მოძრაობაც, ცეკვაც, თამაშიც, ყველაფერი არის ერთად მოცემული და ამაში ვინც გამოყვება, ხო, ესეც არ არის ადვილი სანახავი, მაგრამ მე მართლა ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მართლა ისეთი აი არაჩვეულებრივი არტისტები, რომლებსაც დღეს უკვე ჭირვეულის მორჯულებაში ხედავთ, გიგი ბახსენე, მარიკო ებრალიძე, თინა თინწულაძე, მე ვიძახი მაინც ახალ ბედებზე, ასე ვთქვათ, თორე იქით, ნუ ეხლა ალიკო ბეგალიშვილი, რომელიც მართლაც
ძალიან კარგი და მაგარი არტისტიც არის და კოლეგაც და მეგობარიც ანდრია გველესიანი, ანა ქურთუბაძე და ძალიან დიდია ხო? ახალგაზრდები, რომლებიც აქ აღიზარდნენ. მართლა შემიძლია თამამად თქვა, რომ აი აქ აღიზარდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ახლა ამ გუნდში თუ სხვადასხვა პერსონაჟების სახით თუ ასე შემდეგ ხედავთ და მოცეკვავეთა დასი, ასევე რომელიც აი ვერ განასხვავებ მოცეკვავეს მომღერალს არტისტს და ასე შემდეგ. ნამდვილად ასეა და ასევე ჩვენს მოყურებელს ბოლოს მინდა გავუზიაროთ, მოკლედ რა ელოდებათ თეატრის სცენაზე, რა ემოციების მიღების საშუალება ექნებათ და რამდენად დიდი სიამოვნება ელოდებათ მათ წინ, რომლებიც გადაწყვეტავენ, რომ უნდა ნახონ ეს სპექტაკლი აუცილებლად. მინდა რომ რაღაცნაირად თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ მათ უთხრათ ეს ამბავი. მე მგონია, რომ აი ამ ჭირვეულის მორჯულებასთან ერთად ძალიან დიდი დღესასწაული ელოდება მაყურებელს, რაც თავარეთ ჩვენ შეგრძნებით ასე ვთამაშობთ, რომ ეს დღესასწაულია, ეს ზეიმია, რომელიც იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ხდება. და ამ ზეიმის თანამონაწილე ხდება თითოეული ჩვენი სტუმარი და მგონია ეს ჩვენს მაყურებელს ძალიან მოწევს. გვამოგზაურებთ მოკლედ იტალიაში შექსპირთანაც და რაც კი შეიძლება რომ ეს დასაცურდებოდეს. ყველანაირი ემოციებით დახვეული შეიძლება წავიდეს აქედან ჩვენი მაყურებელი. ძალიან კარგი მიხარია და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ყოველთვის საინტერესო პროდუქტს ავაზობთ ქართულ მაყურებელს და მსმენელს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საინტერესო მიუზიკლი და სპექტაკლი დაითმობა ამ სცენაზე. დიდი მადლობა თქვენს სტუმრობისთვის. მადლობა. ჩვენ ვეცდებით, რომ კიდევ და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი შემოგთავაზოთ. ჩვენს თქვენს გვერდით გვიგულეთ. ეს პროცესი მიყვარს ყველაზე მეტად. თან რომ ყველაფერი გაწუხებს და თან რომ გიხარია და გსიამოვნებს ეს შეგრძნება. მოგესალმები. ძალიან მიხარია შენთან შეხვედრა ისევ. მეც ძალიან. ძალიან მიყვარს ეს მიუზიკლები, შენ როგორც ასრულებ, შენი ენერგია, მოგეთ ყველაფერი ძალიან მომწონს და ეს დრო არის ხოლმე, როდესაც მაგიას იკეთებ, მაშინ მოდივარ ხოლმე. რომ სანამ სცენაზე გავხვალ. მეოთხე მიუზიკლია, ეს უკვე თეატრის სცენაზე და მინდა რომ შენი ემოციები გავუზიარო, რითი არის განსხვავებული შენთვის თუნდაც პირადად. ხო, მეოთხე ბავშვი დაიბადა, ესე ვთქვათ, ხო, როგორც აი ბავშვის დაბადების პროცესი იგივეა ხოლმე რეპეტიციებით ჩვენ შემთხვევაში და დაიბადა იტალიელი ბავშვთან და აი რეპეტიციებიც ხო ეგეთი იყო და სპექტაკლის სამზადისაც ყოველთვის ეტყობა იტალიურ ოჯახებში ხო ძალიან დიდი ხმაურია და საკითხი. აი ეს ხდება სულ ახლა აქ რაღაცნაირად სიჩუმე, იმიტომ რომ მემზადებით და ალბათ რაღაცებს ვფიქრობ ერთმანეთს ხელი შევუწყობთ. ამიტომ რომ ჩვენ ვართ აქ. რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ აი ნამდვილი დიდი იტალიური ოჯახი ვართ და მე მგონი კარგი სპექტაკლი გამოგვიდა საბოლოო ჯამში. აი მაყურებელს რა სეტყოდი, რატო უნდა ნახონ და ის მთავარი ემოციები, რომელიც სავარაუდოდ ალბათ ამ სპექტაკლის შემდეგ უნდა დაეუფლოთ პარიზში. უბრალოდ კარგი ხასიათი რა იქნებიან ეს და კარგი ხასიათი იქნებიან რა თქმა უნდა და თან იცი რა თითქმის ყველა ის სიმღერა გაჟღერდება, რაც ალბათ ყველა ასაკის მსმენელს, ყველა ასაკის ადამიანს უყვარს. განსაკუთრებით დიდ თაობაში, ვინც ადრე უსმენდა განსაკუთრებით ამ იტალიურ ჰიტებს. არა მარტო დიდი თაობა რა, მე ვიცი რომ პატარებით სიამოვნებით ერთობიან განსაკუთრებით ეს სადაც მივდივარ, ყველგან რაღაცა ეკუთვნება და გარდა იმისა, რომ მოისმენენ არაჩვეულებრივ სიმღერებს, ოღონდ ქართულ ვერსიებს, გასართობი დღესასწაულის სპექტაკლია რა და ნამდვილად არიანებენ სწავლენ კარგი განწყობით ჩვენგან. დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ძალიან დიდი მადლობა. როდესაც აღარ წაგერთვა, თორე ძალიან ყოშენთან საუბარი უნდა აღვნიშნო. ძალიან ბევრი წარმატება და მოკლედ ყოველთვის თქვენთან მიგულეთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს გთხოვოთ ხოლმე. ხო და ხშირად გესწრებ. იმდენად შემისრულა ამ სპექტაკლმა, რომ ვერ ხვდები რა ხდება. ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან დიდი დედამამიძე ანდრია გველესიანი, მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ყოველთვის ძალიან ისეთი კარგი ენერგიებით ვისწავი ხოლმე. და მინდა რომ კარგი ამბებიც მომიყვეს ახალ მუსიკთან დაკავშირებით, რომელიც დაწეული ორ ხალხს შეუყვარდება როგორც დანარჩენი სამი. და მაინტერესებს ეს შიდა ამბები თქვენს ასე ვთქვათ როლთან დაკავშირებით. გიგიზე მაინტერესებს ეს როგორ განიცადა ტრანსფორმაცია ვიზუალური და თუ როლის გამო მე მეგონა რომ მარტო ჰოლივუდის ვარსკვლავი აკეთებდა, მე საქართველოშიც დაწყებულა ესეც
რო ვთქვა, ცირთულები და გამიზიარე ძალიან მაინტერესებს შენი სამზადისი. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული სპექტაკლი იყო, რასაც კი მიმიღება პირად მონაწილეობა 5 თვის განმავლობაში ვდგამდი თავ სპექტაკლს და ყველაზე მთავარი ის არის, რომ ავიღეთ ფაბულა და ზალიკომ თეამ გურანდამ გააკეთეს ის, რომ ბევრი ჩვენი პერსონაჟი გაჩნდა, ჩვენი ხაზი გაჩნდა, სხვა პერსონაჟები ბევრად უფრო დაიხვეწა, ბევრად უფრო გაღრმავდა ჩემი აზრით და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გამეორზე იყო რთული. და მეც როცა გავიგე რა როლზე იყო საუბარი, ეს არის ელიას როლი, ეგრეთ წოდებული ჭირვეულის. მივხვდი რომ რაღაცნაირად ჩემი წონით ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა რა. ძალიან მეორე მოძრაობა მიწევს სცენაზე და ამდენი არასდროს არ მიმოძრავია. ხო და მივხვდი რომ ვერ ვიზავდი და შევეცადი რომ გავხდარიყავი და მე მგონი გავხდარი. ძალიან. ამას არაფერი არ შევწირდი რომ მე და ანდრიაო მე შევიცვალე კოსტიუმები რა, ძალიან ფერადი, ესეთ ფერადი არასდროს არ ყოფილა არც ერთ სპექტაკლში და მიხარია. ვის როლს თამაშობ? ვიტორიო, სონო ვიტორიო. კოპილოტები ვართ და ბოლოს ის თავარი ქალბატონი გიგისთან რჩება. ნელა უნდა ვთქვა, უნდა მოხვალთ და გაიგებ გიგისთან და არა, იცი რა არის ხო მართლა რა, მოლოდინი ხო არის ისეთ ყველა მიცის ეს ფილმი რა, მაგრამ მართლა გიგიმ რას თქვა, ძალიან გაღრმავებული არის პერსონაჟები, ყველა როლი არის მართლა ძალიან საინტერესო, ძალიან გამორჩეული და რაც თავარია, აი თავარი პერსონაჟების ისტორიებიც, მე მგონი ისი არის, რომ ძალიან ბევრი მოულოდნელობა ხდება რა, ანუ მარტო ფილმი უნახე და რაღაც ეგრე არის, რომ მოდიხარ, სულ სხვა გარემო თან მართლა ეხლა გიგის სხვა ენერგეტიკა აქვს, თინათეს სხვა, ხო ხდები, სულ სხვანაირი ჭირვეულის მორჯულება არის და მე მგონია შეიყვარებს კი არა, ვინც ნახა, შეიყვარა. თუ არ გატყუებენ, ხო და ანუ ყველა ძალიან მოწონს მართლა გამორჩეულად და ფიქრობ რომ თან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, იგრძნობა ეს ჩვენი ერთობლიობა, ეს ჩვენი გუნდურობა და ამ საქმისადმი დიდი სიყვარული მართლა თითოეული მონაწილეს მხრიდან. გიგიმ ისაუბრა რეჟისორზე და ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩართული იყო ამ დადგმის პროცესში და რავი მე მაგრამ მიხარია რომ აი ჩემ გიგისთან და ჩემ ყველა საყვარელ მეგობართან ერთად რომ ვიღებ მონაწილეობას ჭირვეულის მორჯულებაზე, ანუ ფელიჩიტა. დიახაც. და დიდი ბედნიერება მე მგონი რომ ეს მუსიკები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, ჯერ საოცარი პროდუქტი იქნება და იდგმება და ასევე თქვენ ხართ იმდენად ბედნიერები, რასაც ვუყურებ ხოლმე ჩვენ ყველაფერი არ იცის, როგორ იმზადებით, თქვენი რაღაცა წესები გაქვს სცენაზე გასვლამდე. საერთოდ ოჯახი ჩამოყალიბდა, რომელმაც აღმოაჩინა თავიანთ თავში ძალიან ბევრი ახალი ნიჭი. ვიღაცამ ცეკვის, ვიღაცამ სიმღერის, ვიღაცამ თამაშის. მოკეთ რაღაცნაირი ჯადოსნური სივრცეა თეატრი და ეს თეატრი გამოირჩევა კიდე აი ამ რაღაცნაირი სიახლეებით და მინდა რომ გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება და იქნება დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ვიქნები თქვენთან როდესაც ამ საინტერესო მუსიკას დათქვათ. მეც ყოველთვის მოვახალ. დიდი მადლობა. წარმატებები. ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაგიხადეთ. მადლობა თქვენ რომ გამიძახეთ. სასიამოვნოა ძალიან თქვენი გაცნობა. შორიდან გიცნობდით აქამდე? მე მეგონა რომ ვიცნობდით ეს მომენტი. აი ეს შორიდან, როდესაც მოდიოდი ხოლმე. დიახ. მოკლედ ახალი სპექტაკლის პრემიერა შედგა საკმაოდ წარმატებით და ჩვენს მაყურებელს მინდა თქვენი, ესე რომ ვთქვათ, როლის შესახებ ესაუბროთ, ვის როლს ასრულებთ, როგორი იყო მუშაობა მიუზიკლში და ზოგადად მიუზიკლი რამდენად არის უფრო თქვენთვის სასიამოვნო და მისაღები სამუშაო, ვიდრე უბრალოდ სტანდარტული სპექტაკლი. დავიწყებ იმით, რომ ორი როლი მაქვს ამ სპექტაკლში. ერთი არის ასე ვთქვათ ავტორი, შექსპირი, რომელიც თავის პაჟთან ერთად შემოდის ამ სიტუაციაში, უყურებს ამათ და ვერ ხვდება ეს თავის პიესა, თუ სხვისი დაწერილია, თუ რაღაც ეჭვებშია და ხან უკმაყოფილოა, ხან კმაყოფილია და ბოლოს ამ ყველაფრის მონაწილე ხდება თავის პაჟთან ერთად. ეს არის ერთი პერსონაჟი, რომელიც ზალიკომ მოიფიქრა, თვითონ მოიგონა. ეს არც შექსპირს აქვს და არც იმ ფილმში არ არის. რომლის ინტერპრეტაციაც სპექტაკლია რა და რაღაცა საინტერესო გამოვიდა რა ჩემი აზრით და მეორე პერსონაჟი არის რომელიც არის ნაწარმოებში, ეს არის მღვდელი დონ ჩირილო, სარებს რო რეკავს რა, ვისაც ფილმი ნანახი აქვს გაახსენდება და რაღაცა ძალიან კარგია რა, როცა ერთ სპექტაკლში ორ პერსონაჟს განასახიერებ, უკვე საინტერესოა, იმიტომ რომ ცდილობ რომ ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ
ერთნაირი არ იყო, ერთმანეთს არ გავდნენ და უკვე საინტერესოა პროცესი რა და მოკლედ დროში და ერთ სცენაზე გიწევთ გარდაქმნა ყველაფრის. ნუ ეს პირველად არ მიწევს უკვე იმდენი წლისა ვარ რომ რაღაცებმა მომიწია ცხოვრებაში და ძალიან საინტერესო პროცესი იყო და სახალისო არ იყო ძნელი რო ვთქვა სიმართლე, იმიტომ რომ სალიკოსთან მუშაობა იმდენად ადვილია, ჩემთვის პირადად ასეა, იმიტომ რომ თან ყველაფერს თავი გავანებოთ მსახიობია თვითონ პროფესიი და ზუსტად ის გასაღები რა უნდა მოგარგოს. საით უნდა მოგცეს მიმართულება რომ მე არ გაგიჭირდეს და იარო იქეთ რა და აქედან გამომდინარე ძალიან ისეთი იყო სახალისო პროცესი იყო და როცა ისე გავიდა ეს თვეები რა რეპეტიციის ვერც ვიგრძენი სიმართლე გითხრათ ძალიან ისე გაფრინდა და უკვე აგერ სპექტაკლებს ვთამაშობ. ხო და რაც შეეხება მიუზიკლს რო მიუზიკლს ვთამაშობ მთელი ცხოვრება მე მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვიყავი. მე მუსკომედია აღარ ერქვა. დღეს რა ქვია სამწუხაროდ აღარ ვიცით, მაგ თეატრი არის თუ არა ეს აღარ ვიცით. ეს ცოტა სხვა საკითხია. ხო და აქედან გამომდინარე ჟანრთან არ გამჭირვებია, იმიტომ რომ ინსტიტუტშიც ამ ჟანრზე ვსწავლობდი რა და ეს ჟანრი დავამთავრე, რასაც ქვია მუსიკალური თეატრის და კინოს მსახიობი. ანუ თქვენთვის ეს შეიძლება ითქვას, რომ პირიქით ის სპექტაკლია და ის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად სიამოვნებას ყველაზე ხშირად მიწევდა ცხოვრებაში. ყველაზე მეტად სიამოვნებას რა მანიჭებს, ეგ ცოტა სხვა საკითხია. არა, ესეც მანიჭებს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე ცოტა რაღაცა სიბერეში, ესე ვიტყვი, ცოტა კინომ უფრო გამიტაცა და უფრო მინდა რომ ბევრი იქეთ მოვასწრო რა, თუ იქნება ამის საშუალება და ნუ ეს კინოც აღარ არის სამწუხაროდ. თუ იქნება ამის საშუალება და მოვესწარი იმას რომ რაღაცები კიდე მოვასწრო კინოში კარგი იქნებოდა. მოვასწრებთ აუცილებლად დარწმუნებული ვარ იქნება და თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ან ესეთი როლი რომელზეც ეხლა რადგან საუბრობდით რომ გინდათ მაგალითად კინოში უფრო მეტი დრო გაატაროთ. აი თუ არის მაგალითად კეთილი როლი, ბოროტი როლი, აი კონკრეტულად აი რაც გინდათ თქვენ რომ განახორციელოთ და სად გრძნობთ თავს კომფორტულად. მოკლედ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მსახიობებს არ აქვს იმის ფუფუნება რომ როლი ასარჩევად გქონდეთ რა, კეთილი იქნება ეს ბოროტი თუ როგორი რაც სხვაგან ხდება რა, რაღაცა სცენას წაიკითხავენ, ეს როლი მოეწონება თუ არ მოეწონება უარს იძახიან, თუ მოეწონება თანხმდებიან და ჩვენთან არ არის ამის ფუფუნება, სამწუხაროდ თავარია როლი მოგცენ და რაც იქნება იმაზეც თანახმავართ. ესეა, ჩვენთან ასეა და აქედან გამომდინარე არ მაქვს საოცნებო როლი, იმიტომ რომ ყველა როლი საოცნებო და საყვარელია და შვილივით არის რა და თუ გამოვა მაგას რაჯობია რა. ნუ არის რაღაცეები, რასაც ითამაშებდა კაცი, მაგრამ ამაზე მოდი არ ვილაპარაკებ ცოტა. თავარია რა როლი იყოს, კი ბატონო, მესმის თქვენი ნამდვილად და ვძნობ თქვენს ასე რომ ვთქვათ იმ პრობლემებს, რაც ზოგადად ამ სფეროს აქვს და მინდა გისურვოთ თქვენს საქმეში წინსვლა და წარმატება მთელი გულით და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში ყველა ხელოვანს უსურველო თავის საქმე აკეთოს და არ ენატრებოდეს და მას ქონდეს არჩევანი თუ რომელ როლზე უნდა ითამაშოს და კარგი იქნებოდა. პირველ რიგში მინდა ეს ყველაფერი ახალგაზრდებს უსურვო, იმიტომ რომ ჩვენმა თაობამ მაინც რაღაცა შეიძლება ცუდი დრო გამოვიარეთ და ვერ მოვასწარით რაღაცეები, მაგრამ თავარია იმათ გქონდეთ იმის საშუალება, რომ რაღაცა აკეთონ რა, ჩემ თავს და ჩემ თაობას უკვე აღარ ვჩივი რა. მივეჩვიეთ რაღაცებს. ხო და თქვენ არ მიეჩვიოთ ახალგაზრდებო, პირიქით, იბრძოლეთ. დიდი მადლობა. გადაცემის სტუმარია ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა რომ დაგვიწვეთ რა. ძალიან მიხარია შენთან შეხვედრა. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე შენთან საუბარი და ჩვენს მაყურებელს მინდა ეს ქორეოგრაფიის ნაწილზე მოვუყვეთ. რითი განსხვავდებოდა თუნდაც ეს არის მეოთხე მიუზიკლი, რომელიც თეატრის სცენაზე დაიდგა და რა არის მასში ისეთი განსხვავებული, განსაკუთრებული, რაც უნდა ვიცოდეთ, როგორი იყო მუშაობა კონკრეტულად ჭირვეულის მორჯულებაზე და თუ იყო მართლა მოსარჯულებელი თუნდაც ქორეოგრაფიის კუთხით აქ ვინმე. მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთხელ.
მოგხსენებათ რომ ეს ახლა მეოთხე მუსიკალი არის ჩვენს თეატრში. განსხვავება არის ის რომ სხვა მუსიკებთან განსხვავება ის არის რომ ეს ზალი კონდოტიამ თავად შექმნეს რომ გადააკეთეს როგორც მუსიკალი ფილმიდან და შექსპირის ჭირვების მოძრაობა შეაერთეს რაღაცნაირად და სრულიად თავისუფალი ვიყავი როგორც ქორეოგრაფი რისი გაკეთებაც მინდოდა რაც მომევიდოდა თავში ყველაფრის საშუალება მქონდა. აქედან გამომდინარე გონია რომ ბევრად მასშტაბური არის, ბევრად ცოცხალი არის და მგონია მაყურებლისთვის უფრო ბევრად მისაღები არის ჩემი აზრით და რომ ნახავთ ალბათ და ეგ თავარია რომ მაყურებელმა აუცილებლად ნახოს. არის უფრო მეტი თავისუფლება თქვი. მაყურებელზე უფრო მეტად რა ხდენს ხოლმე გავლენას რთული ქორეოგრაფიული მოძრაობები, მარტივი, ანუ მათ უნდა მოუნდეთ მაგალითად ამ ყველაფრის შესრულება. აი მუსიკის ამბობშიც ვარ, ხომ რაღაც სამღერია, რომელსაც მარტივად ესე რომ თქვა ეჩვევა ყური და ცდილობს რომ ის იმღეროს. აი ცეკვის ამბავში როგორ არის? ხო, ეგრეა ზუსტად. საკუთარი ადგილებიდან იწყებენ ხოლმე ცეკვის მაგალითად. ეგრეა, ან მაყურებელი და ხვდებოდეს და ესმოდეს ის შეიძლება ზუსტად ვერ გაიგოს მოძრაობა, მაგრამ იმ სცენას უნდა ხვდებოდეს, რაც ხდება სცენაზე და თითქოს ჩართული უნდა იყოს და ამყოლი უნდა იყოს ის მოძრაობა და ის მუსიკაც უნდა იყოლიებდეს მაყურებელს და ამ შემთხვევაში თუ ესე ხდება და მიდის მაყურებლამდე და მაყურებელიც ჩაერთო და იმეორებს იმ მოძრაობას მაშინ გონია რომ სწორად მივდივართ რა. მარტივი უნდა იყოს და ანუ მარტივი გულისხმობ რაღაცა მარტივი მოძრაობა, რომელიც აი გონია რომ მეც ვიზავ ამას, რატომაც არა. აი გონია რომ ესეთი მოძრაობები უფრო ახლოს არის მაყურებელთან. მეც ესე მგონია, ჩემს ესე რომ თქვა შეხედულებას თუ ვენდობი და დაუჯერებ, აი ეს არის რაც ჩემს იწვევს ხოლმე, აი კარგ შეგრძნებებს, რომ მე მომინდეს მაგალითად რომ ვიყო თუნდაც სცენაზე და ამას მეც ხوار გავაკეთებდი. რატომაც არა, ცადო? და მოდი რაღაც ხوار გავაკეთოთ მართლა. ბატონო, მოდი ცად. იმედი არ შევრცხვები. არ მგონია, მოდი. წინებზე არ ვიცი. წინაზე არ შევრცხვი და არც ეხლა. მოდი. აბა ვნახოთ. აბა მოდი, დაიწყე ხე შენ მარჯვენა ფეხით შენსკენ უკან და მე მოდივარ შენსკენ მარჯვენა ფეხით წინ. აი? წავედი? წავიდა. 1 2 3 ხელი მომეცი, დაატრიალდი. ოჩა, წამოდი, კიდევ ერთი დაატრიალდი და გადაწექი. აჰა. ოჩა. და სცენაც ჩამოაფარეს. ძალიან კარგია, სასიამოვნო შეგრძნება სიმარტივის, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება შენ ხარ ძალიან კარგი ქორეოგრაფი, რომ ეხლა ესე მარტივად გამომივიდა. არა, შენ გამოვიცი, რომ წინაზეც მახსოვს, რომ ძალიან კარგად გამომივიდა. და მეც ადინები ვარ წელიწადში ერთხელ თქვენ დროს სპექტაკლებს და ჩეთანია, არა და შეიძლება ახალ მუსიკშიც დაკავდე რა ვიცი. ვინ იცის, ყველას აქვს შანსი ალბათ, იმიტომ რომ როგორც მე გავიგე თეატრის სცენაზე, არაერთი ადამიანი, რომელსაც არ ქონდა გამოცდილება, თუნდაც მსახიობები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას, მათ არ ქონდეთ ეს ქორეოგრაფიული ნიჭი. შეიძლება ითქვას, რომ ზალთანაც როდესაც საუბრობდი, მათ იპოვეს თავიანთ თავში ახალი ესე რომ ვთქვათ, მიგნებები, ნიჭი და უკვე შემდგარი ესე რომ ვთქვათ, დასიკავთ, რომელიც არის მრავალმხრივ ნიჭიერი. კი, ჩვენ ვატარებთ ხოლმე კასტინგს, რომ აღმოვაჩინოთ ახალი სამსახიობო ნიჭის მქონე ახალგაზრდები. გოგოები, ბიჭები არ აქვს მნიშვნელობა. თავარი არის, რომ მათ შეეძლოთ სიმღერა, ცოტა ცეკვა და რა თქმა უნდა, სამსახიობო ოსტატობა. ყველა მსახიობი არ არის ჩვენი დაში, რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, უფრო საინტერესოც არის მათთან მუშაობა. მაგალითად, ეხლა რადგან მეოთხე მიუზიკლი არის, ჩვენ ყავს მოცეკვავები, რომლებსაც საერთოდ არ აქვს სამსახიობო გამოცდილება და ყავს მსახიობები, რომლებსაც არ ქონდათ ქორეოგრაფიული გამოცდილება. დღეს რაღაცნაირად ისე არიან ეხლა ესენი დახვეწილები, რომ ჩვენი მოცეკვავები როგორც მსახიობები ძალიან კარგები არიან და ასევე მსახიობები როგორც მოცეკვავები ძალიან ჩვენივად ახმევენ თავს და ეს არის ჩვენი თეატრის ხიბლიც, ესე მგონია, რომ მრავალფეროვანი, მრავალი სხვადასხვა ადამიანი ერთად იკრიბება და აკეთებს რაღაცა საინტერესოს
ჩვენი მაყურებლისთვის. კი, ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც ძალიან საინტერესო მუსიკლები არის ამ სცენაზე. მე ძალიან მომწონს, ამიტომ ჩვენს მაყურებელს აუცილებლად მინდა ვურჩიო, რომ ნახოს ახალი სპექტაკლის ჭირვეულის მორჯულება და ძალიან კარგ დროს გაატარებენ და იქნებ მათაც მოუნდეთ ცეკვის სწავლა და ან თუნდაც თავიანთი ადგილებიდან დაიწყონ მოკლედ მოძრაობა. მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც პირდაპირ ჩვენს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე აისახება და მოკლედ რაც უნდა ვთქვათ არის ის ჩვენთან ერთად რომ ქორეოგრაფია და მოძრაობა არის ის რაც ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ასე რომ ვიცეკოთ. ვიცეკოთ ბევრი ნამდვილად და ვიმოძრაოთ. ვიმოძრაოთ. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო შენთან შეხვედრა და მე კიდე მასწავლე რაღაცა. მადლობა. ჩვენი გადაცემის სტუმარია სცენარის ავტორი თეა ყიფშიძე, მოგესალმებით ქალბატონო თეა. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. თქვენ მადლობა თქვენი დათმობილი დროისათვის. უკვე მალე დაიწყება სპექტაკლი და ხალხმრავლობა შეინიშნება, ამიტომაც ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ გაგესაუბროთ და ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ, როგორი იყო სცენარზე მუშაობა და რა იყო თქვენი მთავარი ყველაზე ისეთ რაც ყველაზე მეტად მოგწონს თუნდაც აი ამ მიუზიკლში, იმიტომ რომ უკვე მეოთხეა და ალბათ ყველა თქვენი შვილია, როგორც გავიგე შვილებს ეძახით უკვე მიუზიკლებს. და ყველას რაღაცა თავთავისი დატვირთვა, აი რო გითხრან ხა რომელი უფრო გიყვარს ან რთულია, ესე გამოარჩიეთ, რომ ყველას თავისი დატვირთვა აქვს. ეს საერთოდ ახალი გამოწვევა იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ გადავწყვეტეთ, რომ ინსპირაცია იყო ჰიტები, იტალიური ჰიტები და აი ამ ინსპირაციიდან მივედით საყოველთაოდ ცნობილ ფილმამდე ჭირვეულის მორჯულება, რომელიც კასტელანოსა და პიპოლოს მოტივებზე არის აწყობილი და აი ამ ფილმიდან მე უკვე ისეთ სიგნალებში წავედით, გადავწყვეტეთ, რომ შექსპირი შემოგვეყვანა, მე ვფიქრობდი ამ ყველაფერზე შექსპირი რა სიტყოდა იმ საუკუნედან ამ საუკუნეში და ძალიან ფრთები გავშალეთ და მგონია რომ საერთოდ თვისობრივად ახალი წარმოდგენა შევთავაზეთ, სადაც ბევრი იუმორია, სადაც საერთოდ ყველა პერსონაჟი ჭირვეულია და ყველა სჭირდება მორჯულება. ეს ძალიან მომეწონა სხვათა შორის, რომ თანაბრად არის ამ მიუზიკლში, არ არის მხოლოდ ერთი, ესე რომ თქვა, ჭირვეული, ან მამაკაცი ან ქალბატონი, ორივე და ეს კიდევ უფრო მეტად სახალისოსაც ქმნის და ასევე საინტერესოს, იმიტომ რომ ეს ვერსია არავის არ აქვს ნანახი. ამიტომაც ეს არის რაღაც ისეთ, რაც მე მგონი ყველამ უნდა ნახოს, ხომ? კი ბატონო და მგონია, იმიტომაც უნდა ნახოს, რომ ეს არის მარადიული თემა სიყვარულის და ეს არის ის, რომ აი ამ სიყვარულმა მართლა როგორ შეიძლება ფრთები შეძინოს ისე ჭირვეულ ადამიანებსაც კი, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი იმ სიტუაციაში, იმ მდგომარეობაში და სადამდე შეიძლება მათი ამბავი მივიდეს და როგორც ჩვენ ერთ-ერთ სიმღერაში ვამბობთ, ჭირვეული კი იყო კაცი, მაგრამ არც ქალი იყო მასზე ნაკლები. ძალიან საინტერესო და მოკლედ იმ კითხვებზე პასუხს რა თქმა უნდა ჩვენი მაყურებელი მაშინ გაიგებს, როდესაც ნახავს ამ არაჩვეულებრივ მიუზიკლს დაესწრება და თავის საკუთარ ემოციებთან ერთად მოკლედ ხოლოს გადაავლებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვან და ღირებულ სპექტაკლს, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ უფრო საინტერესოდ წარმოჩინდება თქვენ სცენაზე. დიდი მადლობა ამ თქვენი ჩანაფიქრის გაზიარებისთვის. მადლობა და წარმატებები.